ამ ვიდეოში მოდი ვისაუბროთ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და რთულ, კომპლექსურ რაღაცაზე, რაც დედამიწაზე არსებობს, უჯრედებზე. მაგრამ სანამ მაგას ვიზამთ, მოდი ჯერ გავიხსენოთ ბავშვობაში როგორ ვერთობოდით სათამაშოებით. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ სამშენებლო ბლოკებივით სათამაშოებს, აი ლეგოები ან რაღაც ეგეთი სათამაშო რომ წარმოიდგინოთ და რა შეგვიძლია მაგ სათამაშოთ, რას ვაკეთებდით ბავშვობაში? ვაშენებდით სახლს, მანქანას, კოსმოსურ ხომალდს ასე შემდეგ, ხო? ეხლა შეიძლება ჩნდება კითხვა, რა შუაში არის ეს უჯრედებთან? საქმე ისაა, რომ უჯრედები არის საშენი მასალა სიცოცხლის, აგურები არის სიცოცხლის. და როგორც ამ სათამაშოებს, ამ უჯრედებსაც შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა ზომა და სხვადასხვა თვისებები. გვაქვს უჯრედები, რომლებიც თავისთვის მარტოა და გვაქვს უჯრედები, რომლებიც ერთად აშენებენ რაღაც უფრო დიდს. ამიტომ მოდი ავდგეთ და კარგად ჩავუღრმავდეთ უჯრედებს. ესე იგი, ნებისმიერი ცოცხალი არსება, შენ, მე, ძაღლი, კატა, ცაშჩიტი, წყალში თევზი, ხე, ბალახი ასე შემდეგ, ყველაფერი, რაც ცოცხალია, შედგება უჯრედებისგან და უჯრედები არის ცოცხალი ორგანიზმების ყველაზე ელემენტარული შემადგენელი ნაწილები. აი მაგალითად, რომ ავიღოთ ეს მცენარე და დავაზუმოთ კარგად, დავინახოთ, რომ ეს მცენარეც შედგება რაღაც უფრო პატარა ერთეულებისგან. ზუსტად ეს ერთეულები არის უჯრედები. თითოეული უჯრედი არის მუდმივად აქტიურ მდგომარეობაში და მუშაობს, რომ შეასრულოს თავისი ფუნქციები იმისთვის, რომ ორგანიზმმა იცოცხლოს. და რეალურად ყველაზე საინტერესო ნაწილი ჩემი აზრით აქ არის ის, რომ უჯრედი არის ყველაზე მცირე ერთეული, რომელსაც შეუძლია, რომ სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი ყველა ფუნქცია შეასრულოს. მაგალითად, ყველა უჯრედი იღებს საკვებს და წყალს, იშორებს მორჩენილ ნივთიერებებს, იყენებს ენერგიას და ურთიერთქმედებს თავის გარემოსთან. ზუსტად ეს ფუნქციები და კიდევ სხვები, რასაც უჯრედები ასრულებენ, განაპირობებს სიცოცხლის არსებობას. და არსებობს ბევრი ტიპის უჯრედი. მაგალითად, შეგვიძლია შევხედოთ უჯრედებს, რომლებიც წარმოქმნიან ხახვის კანის გარე ფენას, ან უჯრედებს, რომლებიც სისხლს წითელ ფერს აძლევენ, ერითროციტები ჰქვიათ, ან ამ ბაქტერიულ უჯრედებს. მაგალითად, ამ ბაქტერიას ჰქვია ეშერიხია კოლი, E. coli ის უძახიან ინგლისურად, და შეიძლება გაგიგიათ კიდეც საკვების კონტექსტში, იმიტომ რომ მაინც და მაინც სასურველი არ არის, რომ საკვებში იყოს. უჯრედების საინტერესო სანახავი კი არის, მაგრამ როგორც წესი, შეუიარაღებელი თვალით ვერ ვხედავთ. უჯრედების უმეტესობა იმდენად პატარაა, რომ მათ დასანახად გვჭირდება მიკროსკოპი. და ყველა ის ფოტო, რაც ახლა აქ ვნახეთ, არის მიკროსკოპის დახმარებით გადაღებული. და ძალიან საინტერესო თვისება უჯრედების, რაც უკვე ვახსენეთ, არის, რომ ზოგი ცოცხალი ორგანიზმი ერთი უჯრედისგან შედგება და ზოგი შედგება მრავალი უჯრედისგან. ერთუჯრედიან ორგანიზმებს უძახიან ერთუჯრედიანებს, მართლა ოფიციალური სახელი არის ბიოლოგიაში ერთუჯრედიანი, ინგლისურად არის unicellular, რაც იგივეს ნიშნავს, და ორგანიზმებს, რომლებიც მრავალი უჯრედისგან შედგება, უძახით მრავალუჯრედიანებს. და ინგლისურად ეს არის multicellular. ანუ პირველ შემთხვევაში unicellular-ში uni გვეუბნება, რომ ერთი უჯრედია და multi, ბევრს ნიშნავს. ერთუჯრედიანი ორგანიზმის მაგალითია ეშერიხია კოლის ბაქტერია, რაც უკვე ვახსენეთ. ყველა ბაქტერია არის ერთი უჯრედი. და ეს უჯრედი პასუხს აგებს საკვებზე, გამრავლებაზე და ყველაფერ სხვაზე, რაც საჭიროა იმისთვის, რომ დარჩეს ცოცხალი. და რაც შეეხება მრავალუჯრედიან ორგანიზმებს, პრაქტიკულად ნებისმიერი ცოცხალი არსება, რასაც შეუიარაღებელი თვალით ხედავ, კარგი მაგალითი არის მრავალუჯრედიანი ორგანიზმის. ლოგიკურიცაა, იმიტომ ხედავ, რომ ბევრი უჯრედისგან შედგება, ერთი უჯრედი რომ იყოს, ვერ დაინახავდი, იმიტომ რომ ერთი უჯრედი როგორც წესი არის ძალიან პატარა. და მრავალუჯრედიან ორგანიზმებში უჯრედები ინაწილებენ ფუნქციებს და სპეციალიზდებიან. მაგალითად, ზოგი უჯრედი ეხმარება ორგანიზმს, რომ საკვები მიიღოს, ზოგი რომ ინფორმაცია გადასცეს, ზოგი რომ თავი დაიცვას ბაქტერიისგან და ვირუსისგან და ასე შემდეგ. რომ მიუბრუნდეთ სათამაშო საშენი ბლოკების მაგალითს, სპეციალიზებული უჯრედები არის სხვადასხვანაირი ბლოკებივით, სხვადასხვა ზომის, სხვადასხვა ფორმის და სხვადასხვა ფერის. ეს სხვადასხვანაირი ბლოკი შეგიძლია ერთად დაალაგო და ააშენო რაღაცა უფრო დიდი, მაგალითად აი ეს თვითმფრინავი. და ძალიან მსგავსად, უჯრედები, რომლებსაც სხვადასხვა სტრუქტურა აქვთ და სხვადასხვა ფუნქცია აქვთ, ერთად აშენებენ რაღაცა უფრო დიდს. მაგალითად აი ამ კნუტს. ასე რომ შევაჯამოთ უჯრედები და ორგანიზმები, დღეს ვისწავლეთ, რომ უჯრედები არის სიცოცხლის უმცირესი საშენი მასალა. იმაზე ვილაპარაკეთ, რომ ყველა ორგანიზმი შედგება უჯრედებისგან და ორგანიზმები შეიძლება იყოს ერთუჯრედიანი ან მრავალუჯრედიანი. იმედია ამ ვიდეოს მერე ცოტა უფრო უკეთ გესმით, როგორი როლი აქვს უჯრედს ორგანიზმთან მიმართებაში და ზოგადად სიცოცხლესთან მიმართებაში.